წადიდე. შედიდე ტიკო, ჩქარს ეყოლა. დილამ შვიდობის. ეს თმა ცოტა ისე ხوارა მაგ კაკადუსად. თქვენ ნახოთ ვიდეოს რომ ვიღებ. ან ვიცინი ან რაღაც ადამიანები რომლებიც მიყურებენ, გავლელები ან აი ვაზეთ გასად რა ვიცი მე ვთქვი. ის ხით მიყურებენ და ხანდახან მიყურს ხოლმე რა ვიჭითხავ. ეს მიყურებთ არა გაყვით ის. მაგრამ ჯერ ისევ აი ეს ვიდეოების გადაღება და ასე კამერი დაპყრობილი რაღაცა კიდე მე მგონი ხალხი ვერ მიეჭვია. ფოტოს გადაღება მინდოდა სიმწვანეში ვითომ. აქედან ჩრდილო ვიყავდა, იქიდან მზე ვიყავდა, ვერ გავიგესათავ თქვენ იყავი. ხოლო წავიდეთ ახლა და ვიყიდოთ ოდაბანის სტიკი. ძალიან ბევრ ვიდეოს ვყურე. ასევე ვიყურე ოდაბანის ოფიციალურ გვერდებს. ხო და მე როგორც მივხვდი გოგოებო და ამას დიდი საჭირდებოდა, ახლა ყველა ვიდეოში თითქმის ერთი და იგივეა. არის ის რომ ზოგადად ორივეა საჭირო, სტიკიც და ასევე სპრეიც. ანუ ორივე უნდა გამოიყენოთ რეალურად, რომ დადგეს ის შედეგი, რაც მე მინდა. სად ვარ? ამიტომაც, რადგან მინდა რომ შედეგი კარგი დადგეს, ვიყიდო 59 ლარიანი სტიკი. ეს გული მიჩქარდება ამ ფასებზე. ხო და საბოლოოდ 200 ლარსაც კარგად გავცდით ჩვენ ნახევარში, იმით ცდით რა მოერგებოდა ჩემს კანს. არ დავეძებ მარიამს გეფიცებით აღარაფერს, ოღონდ თავი ვიგრძნო ისე კომფორტულად, როგორც ამ ფარში გრძნობდი. ანუ არ მაინტერესებს არაფერი, ყველაფერს გადავიხდი. ჩემი კომფორტისთვის აბსოლუტურად. ხო და ცოტა დაბალი ფასი ოფიციალურ გვერდზე, მაგრამ ეგეხოცები სანამ მაგას მე მომიტანენ. სანამის სულ განსხვავება, მე ცალკე კურიერი და სადღაც 7 ლარით მეტის მიწევს გადავიხატო აფთიაქებში, მაგრამ ეხლა არ დავეძებ. არის ხოლმე ფაზაკლებები, მაგრამ მე ეხლა მინდა და ამიტომ ახლა ფაზაკლებების რა გითხარათ. ამიტომ ან აი ფაზაკლებები არ არის არც ერთ აფთიაქში. 30 თეთრი დააკლეს. ბარაც მეტი არა. ხო და ასე გოგოებო. უნდა ვიყიდო. ესე იგი როგორ არის კეთილი? ღამე ვიმუშავეთ სპრეით, ვისხურებთ. დილით უნდა ჩამოვიბანოთ და უკვე ეს ყოველდღიური გამოვიყავთ. არ ვიცი ყოველდღიური რამდენ ხანს ერთი თვე ყოფნის თუ რამდენ ხანს ყოფნის არ ვიცი. ეხლა მშრალია და სავარაუდოდ ერთ თვეზე ცოტა მეტი მეყოფა. მაგრამ თუ გამომადგა ზედ უნდა დავასკდი ხოლმე აქციებს, რომ ცოტა შეხვედრით ფასად ვიყიდოთ. ახლა მზად ვარ 80-ით გადავიხატოთ, ხო და წავედით. ეს ბაში კომპიუტერმა გაჭედაო და ვერ მოგემსახურებოდ. ჯირაჭისებ კომპიუტერებს. სუფთას არ აქვს ხო დაბანი. მოიცავ მაინც ვიკითხე. ანუ რატო შევაღე კარი ხარ ვიცოდი რომ არ იყოს სუფთასში რა უნდა უდაბას. მაგრამ მაინც გადავამოწმე შევიდეთ ავერსში და ბარემ ნახე აქვია ფარმადებო, ერთი წუთით ფარმადებოში შევიდნენ, ვნახავ აქ ფასი ისედაც ვიცი, იქ ვნახავ უკვე გადავიხარ. მოვიდეთ. ნოლე საბერძნეთში აი ყველა რა ვიცი სახთალამის და ყველა ნაბიჯზე რაღაცები ღია კაფეებია ხოლმე და მენატრება ეგ გარემო, ეგ ქაოსი მენატრება. როდის წავალ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად წავალ. ამ ზაფხულს არა, მაგრამ აუცილებლად. 59 ლარი ღირდა და რომ ნახე ყველა აფთიაქში 59 და მოკლედ ეხლა და იმ საიტიდან მე როდის მომიტანენ, მე როდის გიხსნებ სადველობდო მაგას ხა 7 ლარით მეტი გადავიხადე, მაგრამ არ დავეძებ. თუ კარგად ვიგრძნობ თავს,
მოკლედ, ხო, აქაც მითხეს, რომ ორივეო, ხო, ну ორივეაო რა, პრინციპში საჭიროა, რომ აი ეს ღამე და ასე რომ წავიდეთ სამსახურში. პირველი გაჩერება PSP. თუ იგივე ფასი რაც ავერში აღარ ვივლი, მეჩქარება. გოგოება მოკად რო აგიხსნათ სპრეი კონკრეტულად არის სისველისათვის, რომ სისველი რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყოფოდეს. თუმცა ეს იმას არის შესაძლოა საერთოდ არ გამოიყოფა შარდის გზით, როგორც მითითებული იყო, ხოლო ეს ტიკი ყოველ დროულად გამოსაყენებელი უკვე არის სუნისათვის და უსუნო შექმნებებისათვის. მოვედით. ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო. როგორ ხართ? წავიდეთ სამსახურში. კარგი გამოძიებული კახლა ვართ. შვენიერი, მეტყობა ალბათ. ისეთი სასიამოვნოა მინდია ჩემთვის სასიამოვნოა. აი მე ნიავი კი არა, ქარია ხა ზოგისთვის ალბათ. ჩემთვისაც ქარია, მაგრამ ისია, ნიავივით. ანუ შემაწუხებლად არ მიბერავს ისე, რომ აი ქარია ვთქვა. სასიამოვნო ნიავია. ახლა სასწრაფოდ უნდა გავიქცე იმაში. სპარში, იმიტომ რომ წყურია. და ვერ ვისწავლე, რომ სახლიდან ვატარო ხოლმე. და მაგრამ ეხლა ბაღში მე თბილია, ისეთი ცივი წყალი აღარ არის და უკვე აღარ მსიამოვნებს და აქ მსიამოვნებს, რომ ცოტა ცივია. ყავა მინდა. თან ძალიან სახლში. გაკეთებული ყავა. სათვალე მინდოდა ავერში მიყიდა, სხვათაშორის არ აქვს ცუდი სათვალეები. მზის დამცავი ოღონდ. მზის გადამცავი და არა. ხო და გაზაკლება უკვე ქონდაო, ანუ რამდენიმე დღე დამაგვიანდა. იყო 21 და რაღაცად. ხო და ხარ თქო 20 ძვირი ხედა რა ძალამატია. ხო და ერთი სათვალე უნდა ვიყიდო აუცილებლად. ჩემი საყვარელი სათვალე რა ვიცი. ყობა ნახავდა როდის ნახავთ თქვა მეკეთს. ხოდა ამიტომ ერთი საფრთხე უნდა ვიყიდოთ აუცილებლად. თორე თვალები ერისება. და ცრემდენაზე არ მკითხოთ. საათაშორის ყოველ დღე ოდა მაინდა ამ ზონებს ვიმუშავებ. ამას არა კაცო. ამას და ამას, სადაც უფრო მეტად მაქვს პრობლემა სახეზე. და აფთიაქში მითხრა ფარმაცევტმა რომ აუცილებლად D ვიტამინი გადაიმოწმეო, იმიტომ რომ ну ასეთი ჭარბი უფრო D ვიტამინი მაინც. ხო და ამ ზაფხულს არ ამგონია რა მე გადავიმოწმო. მაგრამ აუცილებლად უნდა მივხედო D ვიტამინის ამბავს. ნახოთ. არა რა უნდა ერთი ჩარბენა, მაგრამ აქ დრო და შაბათკვირას კლინიკა არ მუშაობს. მე სადაც ანუ ვითომ დაზღვევა მაქვს იდეაში და რა ის დაზღვევა გეხვეწებით. ბევრი არაფერი არ აკლდება, დამიჯერეთ. ასე რომ ისეთი თაბრუსხოვა მაქვს ხოლმე, ბარბაცი დავდივარ და ალბათ D ვიტამინის ნაკლებობა ნამდვილად მაქვს. აი მარტო რომ დავდივარ, რას დავეძებ თაბრუსხოვას, მაგრამ ბავშვით რომ უნდა ვიარო, მაგრამ ყოველ დღე არ მაქვს ჯვარი მწე. უში კარგად ბაბარბაცა მიტრუში. ექსკალატორზე ბაქანაო. ასე. ნამეტანი აფუდა. აი მე ჯერ დილა და უკვე დავიღალე. იმდენი ვიარე აფთიაქიდან აფთიაქებში. იმედია ღირდა. ვირბინოთ. აქვეა შტაბი და იწვა მაგათი ახდენილი ოცნებები. წავიდეთ. ეს არ ვიცი ნეტა როგორია. თბილია. ეს ბოთლები მიყვარს წვენიც. ბრუნდი და მე კიდე სხვა ავიღე, ეს უფრო ცივია. მაგრამ სახლამდე არის ხოლმე ადუღებული. Presso macchiamo. მიყვარს ეს ადგილი.
ვაიმე დილა აღმერთო აჩვენე რა შენი მაისური დედიკო რა მაგარი მაისური კაცია დედა მოდი რა გირხვის კაბაჩავი როგორ ხარ ხალხო აი 5 წუთი და ესა თავის გერგოს კაბა ანუ ნადაილა როგორ წიტყვიან ეს არის ამის გერგოს კაბა რომელზეც გიჟდება ანუ ჰა მოვალდე როგორ ხართო მოიკითხედე კარგად ვართო მოიცადე ხარ გაიხატო ეგრევე გახდეთ გადავშით გაიხატე ანუ მარიკო რო ვიდეოს მირთავს უკვე დედა გოგო დედა მე თვითონ ჩავიწვი დიდი მადლობა და ჩემო სიყვარული მე შენ აჩამაცი ხედა დამიჯექი დედიკო მარიკომ სამხარი ვერ მიირთვა ბაღში იმიტომ რომ გამოიყვანა დედიკომ ადრე მიაკითხა ხოდე ამიტომ სახლში უნდა მიირთვას სამხარი და გამოიცანეთ ახლა რა ენდომებოდა თუ არა კარგად შეპიწყინებული კვერცხი ხო და თან ვაჭამოთ თან ვიჭორაოთ ამე დღეს იმდენი ვიცი ამ იმაზე კი დედა აბასაც ჩაგიდებ ვოლა პური დედიკო ძირსად დაყაროთ ხო კარგი ხო და ის არის ადრე წამოვიყვანე მოკლედ დღეს თელი დღე დედიკო ძალიან ახლოს რატო ანუ დიატო აქ დამიჯექი რა მარიკო თუ შეიძლება მოხსე დამიჯექი და დღეს თელი დღეა ხუმრობ იმაზე რა ქვია რა შვები მეკითხებიან როგორ ხარ ვაიმე მე ვთხარი 59 წელი მივათხლიშია იმაში მე ვთხარი აგერ რა გამაცინებს დღეს დაერთოდ მე ვთხარი 60 გრამიანია სხვათაშორის ახალ ნახე ნუ ეხა იქ წინა ჩამოთვლილებს აღარ ვთვლი უკვე გული ვაწავ რა საკეთებ გამაგებინე გამოიწია უკა თუ შეიძლება კამერაში გინ ღლაჭუნი როგორ შეიძლება და ვაიმე დედას გოგო ხო და მითხარი რა გამაცინებს აწინე სანამ იმას არ დავივიწყებ რა ფასები მაგ გადახდილი რაღაცებში მითხარი არაფერი არ კითხოთ მადურა წაისვა მოხსნილი არ აქვს თავი რა თქმა უნდა ხალხო მოდი დედიკო ჩქარა მიირთვი რა თუ გიყვარდა რა რო საქმე მაქვს რა დედა შეიძლება ჩუქუ ატარებს მიატანო და აჭამო ახლა რო ვარ სახლში ბედნიერებისგან მეტირება იმიტომ რომ ძალიან მალე ამ დროს გაგანიე სამსახურში მუშაობაში ვიქნები ბავშვებთან და 8-მდე სახლში რაღაც მოვალ ხო უკვე გამოვიყენე ხოთაშორის ეგრევე სამსახურში მივედი თუ არა მაინტერესებდა ძალიან და კმაყოფილი ვარ ნახოთ წინ ქვეყანა დღეები მაქვს ვისაც გაქვთ გოგო და იყენებთ რამდენჯერ ისვამთ ანუ ეხოსები ძუმაწუმა არ ვიცი წასმასთან დაკავშირებით ხო და რამდენ ხანს ყოფნით ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ თუ თვეში ერთხელ მჭირდება დავიღუპე ანუ ძვირი ღირს რა ჰადედიკო ხა თვეში ერთხელ მაგისტრის ხო ხდებით ხო და რავი რა ის ფასდაკლებებია მაგას არა აქვს ხოლმე ხა დიდაც კი შემხოდრა ხოლმე რომ უდევთ ფასდაკლებები მაგრამ ასად ვეძებო გეხოწებით როცა მჭირდება მაშინ უნდა ვიყიდო უკეთ ესეთი ამბებია ჩვენს ოდაბანთან დაკავშირებით გოგოებო ავერც ის აფთიაქის გოგონას ფარმაცევტს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ფასდაკლებებია და უკან გამოიწიე თუ შეიძლება ჩახარ მეთქი რო აღლაჭურებ ცუდად დედა რომ მიირთმე იქ ძალიან ცუდად ჩახარდე აი ასე უნდა დაჯდე და მიირთვა ხო და გულებიო თუ რამეო პრობლემა არ არის რომ იმას გიზავ ხოლმეო რა გულებს მოგცემ ხოლმეო და თუ რამე შეძენ დაგჭირდებაო მადლობა ხალხო უღრმესი
რაღაცა დედაქცევის წესებში პრობლემა შეგვექმნა თუ რა ხდება? შენ ხო იცი დედიკო, რომ მაგიდაზე ფეხის შემოდება არ შეიძლება დე. ვიცი რომ დაღლილი ხარ, მაგრამ ნახე მაგიდაზე როგორ შეიძლება რომ ფეხი შემოვიდოს. მაგიდაზე ძეს. მამა ჩემო სიცოცხლე. დავლიოთ ყავა იქნება ცოტა გამოვცოცხლდეთ, იმიტომ რომ კუდარი ვდივარ. ისედაც ცოტა ხანში აცექეს გავაკეთებ და უნდა წამოვწვე არაფერს თავი არ ამაქვს. დავუშვებ. თქვენ დასვენება და მომაკვდინება მე ნახეთ. საღამოს რომ მოდიალდები სახლში. ჯერ ისაც 7-ზე ვდგები და რადგან მარიკოს ერთად უნდა ვიარო, ავდგებიალოთ 5-ზე. ასაყვარელოდე. 1 2 უალა მოგშიდა ხოდე. ანუ ეხა კაი თქვა ბაღიდან მე წამოვიყვანე, მაგიტო ვერ მიირთვა ხო? მაგრამ ისედაც ხალხო არ არის ეს ისეთი გადაივიოს და მჭამელი ბავშვი, არ არის. ძალიან მინდა იმ ამბავზე ვისაუბრო ცოტა ხნით. რა თქმა უნდა, ბრუტული კომენტარი და რამე კი არა, მაგიტო კი არ განვიხილავ ამას. ზოგადად ამ თემას მინდა რა შევე ხო? რატო არ ყავსო ბევრი მაყურებელი რაღაც ამდაგვარი კომენტარი რა. პირველში დავიწყები იმით, რომ მე არ მინდა სხვა კომენტარიც იყო და ზოგადად არ მინდა ჩემს ვიდეოების ქვეშ სხვა ადამიანების განხილვები. არ მომწონს, არ შევეხოთ, არ მაინტერესებს სხვა, ვინ რა, როგორ, რანაირად, რამდენი კაცი უყურებს თუ ვისთან, როგორ, სად, არ მაინტერესებს. არ არის ჩემი საქმე, არ მეხება მე, არც სურვილი მაქვს შემეხოს და არ შევიხებ. ანუ არანაირი გადაკვეთა არ მაქვს. და ძალიან გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ და ნუ შევეხებით ნურც ერთ ადამიანს ჩემი ვიდეოების ქვეშ, ამას იმდენი უყურებს თუ იმას და რატო უყურებენ იმას თუ ამას თუ მოკლედ. დავიწყოთ იქიდან ხალხო, რომ მე მყავს 3317 თუ 71 გამომწერი, აღარ მახსოვს ზუსტად რამდენი და ყველას ძალიან დიდი მადლობა. და ამასთან შედარებით ის რაოდენობა მე რაც მიყურებს არის აბსოლუტურად საკმარისი. მოდი რა დედიკო, აქ ხელს ვერ გავწელავ, ხა ძალიან ავარ დაღლილი. მოდი, გადმოდი აქეთ თუ შეიძლება. რა არის გია? აბოთი ხოდა ახტილი. ხო და მოდი დედიკო მირთვი. რამდენი წელს მოკლედ აბსოლუტურად საკმარისია ის რაოდენობა, რაც მე მიყურებს. ხანდახან ცოტა იმაზე მეტად დაბალია ხოლმე, ვიდრე ვთქვათ, მე მიყურებს ხოლმე რა. მაგრამ ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ხალხო. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სათაურები არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, რა სათაური აქვს, მაგიტო უფრო შემოდიან ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ჩემი სათაურები შესაძლოა არ იყოს საინტერესო და რა ვიცი ხა, რაც არ ხდება ვიდეოში, იმ რაღაცა გამოგონილ სათაურებს მე ვერ დავაწერ. ვერც ვიდეოსთვის ვერავის ვერ შევპირდები ახლა, რომ რა ვიცი, გამოგონილი ისტორიებით დავკავდები აქ და რაღაცა დრამებს დაგიდგამთ, ან ვიღლიცინებ, ან რა ვიცი, ვიტუტუცებ, რავი, რაც გინდა დავარქოთ ხალხო, ვერც კარგად ვიცი, რომ ოჯახის წევრების გამოჩენაც ძალიან კარგად მოქმედებს რავთ ვიდეოების ნახვაზე, მაგრამ ნუ გეშენიათ, არ უნდათ კაცო ამ ჩემი ოჯახის წევრებს და ახლა გეხვეწებ. არ გაბრალებ, მე მგონი შეგეშინდა. დედა, თვითონ გამხატე და მე თვითონ ჩავიქნე, კარგი? კი, ოღონდ დრო დაასრულებ, კარგი? ხო და მოდიდე, ეხლა ძალით მე ჩუმად ჩემს ვერ გადავაღებ და ვიდეოს ვერ დავდო, იმიტომ ნახავი მომემატოს ეხლა გეხვეწებით. ხო და ცხოვრობ ისე როგორც ცხოვრობ, ვაჩვენებ იმას, რასაც ვაჩვენებ, რაღაცებს არ ვაჩვენებ, ვერ ვაჩვენებ, ძალიან პირადია და არანაირი სურვილი არ მაქვს, რაც შემიძლია რომ ვაჩვენებ, მას ვაჩვენებ. და იმაზე ვსაუბრობ, რაზეც მინდა. ხო და აბსოლუტურად საკმარისი ადამიანების რაოდენობა მიყურებენ, ამ ეტაპზე რამდენი გამომწერების ისიც მყავს, რაოდენობა. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ცოტა ადამიანი მიყურებს. ხალხო ცოტა ნამდვილად არ არის ის რაოდენობა, რაც მე მიყურებს. და იმ რაოდენობიდან, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვინ გიყურებს, ძალიან ცოტა, ხო? ეს ყველასთან ეგრეა. თქვენ უგონიათ ახლა, რომ 3000 ნახვა რადგან აქვს 3000 კაცი უყურებს. ეს სასაცილო ამბავია, ყველა ვიცით ალბათ. და 2000-იც კი არ უყურებს, არა თუ 3. ამიტომ ასია. დედა,
თესათმელები მომეჩი. მე უნდა მოგცე? მე. მოდი მერე, მიირთვი და წადი. მე. ხო, კარგი. კარგი, საუბარი დავასრულე რა დედიკო რა. ოღონდ არ მიირთვა მილიონ ზღაპარს იგონებდა. იცი როგორ ნერვიულობ რო არ ჭა? მოდი დედა წადი. ძალიან მღლის ეგ ფაქტი რომ არ გინდა ყვება და ჩემთვის ეს ძალიან ცუდად აისახება და მოდი მიირთვი თუ გინდა და ნუ მიირთმევ. ჩამოდი თუ შეიძლება ნორმალურად. კაი დედა ხო ვიღლებია რა, როგორ არ შეიძლება ადამიანს არ უნდადეს არასოდეს არაფრის ჭამა? კარგი ახლა დავიღალე. შემოწუხა გადავიჭამა. ამიტომ არ ვთვლი მოკლედ, ამის თქმა მინდოდა ძალიან. პირიქით. ხანდახან იმაზე მეტად ბევრი მიყურებთ, ვიდრე წარმომიდგენია. ანუ რაოდენი. დედა მე ვჩავით, მე ვინებს არა. ჩუნ დავატებით ასე. კი ბატონო. ხო. ნუ გეგონებათ რომ 5000 ნახვა აქვს და დედა 5000 კაცი უყობს. არ არის ახლა ეგრე ჩვენ ხო ხვდებით რომ ეგრე არ არის, ხო? ასე რომ თავარი არ არის რა იქ რამდენი აწერია ხარ რომ რამდენი ნახვა აქვს. ეგ არ არის თავარი. იმიტომ რომ შეიძლება ესე ჩავწო და გავთიშო ვიდეო ვიღაცის, ანუ რამდენიმე წამი შევჩერდი, აი შემთხვევიდან სადღაც გავიხედე და იმიტომ გავჩერდი და საერთოდ არ ვიცი ვინ არის, შემთხვევიდან მეჭიროს ან ასე შემდეგ. ამიტომ ეგ დამჯერთ არც არ ნიშნავს ბევრს. თუმცა რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი ადამიანია ნახობის კუთხით, მეტად მეტი კავდება ხო ვიდეოთ გასაგები ახლა ეგ, მაგრამ ახლა ძალით ვერავის ვერ მოვიყვანა, ვერ დავაბავ ამ ვიდეოებზე და რა ვიცი, მე ყოფილი ვარ ამ ეტაპზე და რავი რა გითხრათ აბა ვერ ვიტყვი ნამდვილად ვერაფერს. ხანდახან არის ხოლმე რომ გამიკვირდება კაცო რაღაცა. რადგინა შვილო იბუგება ქვეყანა. მაგრამ ეგ არ არის ყოველთვის. და ესე ვიყო? კი. ცხელა შვილო ვიწვი. ანუ გადამწვარი გადავდივარ გადაბუგული. რადგინა წინდა და ის კარაკული შუბა. აი იმას გათხოვებ, მაგრამ მათხოვე დედა კი მჭირდება ეგ. გაღვართული დავდივარ. აჰა, მოგო. ვაიმე დედა მიხე. მე რა კარგი. აღარ გინდა. ასე რომ გოგოებო, ასია, რა ვიცი. რაც უფრო მეტი ადამიანი მეყოლება, რა თქმა უნდა, ჩემთვის კარგია, ხო და ძალიან მიხარია, მაგრამ მე გამოვიყენებ. გამოიყენეთ ვისაც გინდა. თან ისეთ ადამიანებს მისახელებთ ხოლმე ხალხო. მე ახლახანს დავიწყე. ეგრე მეჭხლის ახლახანს იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც როგორც ისი წლებია, არიან და არიან. როგორ შეიძლება შევედარო ახლა მე რომ არც ის არ არის რომ აი ახლა 15 და 20000 გამომწერ უცებ მოვაგრო ვიჯდები ახლა ყოველ დღე რომ ეცალოს და შემეძლოს ან დღე გამოშვებით მაინც ლაივში საღამოს და ისიც რა სწრაფად მოვაგროვებ აუდიტორიას ვერც კი წარმოგიდგენიათ. უცებ მაგრამ იმ რაოდენობიდან რომ უბრალოდ გამოგიწერეს რამდენი იყურებს მე კაცმა არ იცის ის ძალიან ბევრი ალბათ არც იყურებს მე როგორ ხდება ხოლმე ძალიან ბევრისთვის აღმოჩენა ხარ გიყურებს და ის მაგრამ სად შემიძლია გახსოვთ ამ ლაივებში ჩდომა 24/7 არ შემიძლია არ მაქვს მაგისი დრო ანუ დრო არ მაქვს დროც რომ აქვს მინდა რომ ის დრო გამოვიყენო მეგობრები, ოჯახი, სახლი, დალაგება, დასუფთავება, იგივეა. სადილის მომზადება, ბავშვის გამზადება, საკუთარ თავისთვის რაღაცა დროის დათმობა, თუნდაც დაძინება. ეხლა მართლა ინტერნეტ სივრცეში თავით შეყუდებული ხო არ ვიქნები 24/7-ზე. ის საღამო თუნდაც ჩემთვის მინდა დავიჯდე ჩემ ქვართან ერთად რა ვიცი მე ეგრე არ შემიძლია მე რა არ მივეკუთვნებ იმ კატეგორიას ვინც ძალიან ხშირად ლაივში იჯდება არ შემიძლია იმიტომ რომ მე იმდენ რამეზე ვარ მიდებული და იმდენი საქმე მაქვს რომ ნამდვილად არ მაქვს მე მაგისი დრო თუმცა რა თქმა უნდა
აუდიტორიის მოსაზრდა და აუცილებელია ლაივები და ვინც იწყებთ ამ ყველაფერს გიჩვენეთ რომ ძალიან ხშირად იყოთ ლაივში. და ამიტომ ნელ-ნელა ვიმატებთ, მაგრამ არ მაქვს ანუ ამაზე პრობლემა, ამიტომ თქვენ ნუ დამიწეთ, აი ამას ამდენი ყავს თუ იმას იმდენი და ვაი შე რატო არ გიყურებ შენ ჯობი ხარ თუ ასე ესაუბრები არ მინდა, არ მსიამოვნებს, ეს ჩემთვის კომპლიმენტი არ არის, რომ ეხლა შენ კარგი გოგო ხარ თუ რა, არა, სხვა თუ უნდა დავაკნინოთ, ან გული ვატკინოთ იმ კომენტარით, მე მაგეთ სიამოვნებას ვერ მივიღებ ვერანაირად რა, ასე რომ გოგოებო არ მინდა არავის შედარებები, ვისაც მეტი ყავს უნდა ყავდეს, ვისაც ნაკლები ყავს უნდა ყავდეს, მოგვემატება ბატონო. ნელ-ნელა მოგვემატება. ამიტომ შევეშვით ამ შედარებებს და რაღაცებს, არ არის ეს სიამოვნება. სხვის დაკანინებით სიამოვნებას მე ვერ ვიღებ და სხვისი არ არის. კი ბატონო. უხერხულობას მიქმნის, დისკომფორტს მიქმნის ეს ყველაფერი, რომ სხვა ადამიანს ვახსენებთ იმ მომენტში, როცა თვითონ საერთოდ არ იცის, ვერ გაქცევს პასუხს, მე ვიღაცას დაუსკრინავს, ჩაუგდებს. ანუ გეხვეწებით, ხა ეს დრამები და ეს ალიაქოთი და რაღაც განხილვები ჩემი არ არის დამიჯერეთ გოგოებო. ამან იმაზე ვიდეო ჩაწეროს, იმანამ მე მაგას არანაირი სურვილი არ გამაჩნია. არანაირი მზაობა არ გამაჩნია ხა. ვიღაცას რაღაც ეწყია მე რომ აი და გეხვეწებით რა, მაგის დრო მაქვს მე. ამიტომ ჰაი ხალხო. დღეს აფთიაქში საიზომი არა. ხალხო დღეს შევედი და ეს ვიყიდე სტიკი ქვია. ეს თუ სტიკერი რა ქვია გოგო? თუ ფანქა რა ჯადაბა ქვია გოგო სტიკი. სტიკი ხო იცით რა არის? სტიკი არ ვიცი რა არის, მაგრამ ეს აუდაბანია იღლიები. მივეცი 59 ლარი და 80 თეთრი. 59 ხალხო და 80 თეთრი. და დღეს ხალხი მეკითხა რა მოწყენილი დადიხარო. მე ვთხარი ყუბოთი რო არ დავდივარ არ გიკვით ხარ? 59 ლარი. ხო? არ ვიცი. ხვალ გამოჩნდეს ის სრაზუ. სრაზუ წლებით ავარ გადაცვლი. მაგრამ ვარ მწერია. აქვს. ესეც მაგ. აქვე კითხვა იყო მეორე სარაჩენზე და არა გოგოებო, ვინც ახლები ხართ. არ ვაჩენ და თუ თქვა რამე იქნება დამერწმუნეთ ყველა წუთი ეხოების და ყველაფერი თქვენთან ერთად იქნება გავლილი და გაატკეცებული. ხო, ეგრე გამოვიდა. ძალიან ბევრი კითხვებია, რომელიც მინდა რომ ან რაღაცა ამოვწერო ან სხვის ტელეფონი იმას ქნა და ესე მაინც დაუყვე და რაღაცნაირად შეძლებს და გვარად ეს დღე მოვაწყო. კითხვა პასუხის დღე, რა ვიცი, როდის იქნება, მაგრამ ძალიან ბევრია რაღაცები, რაც მინდა რომ თქვენთან ერთად გავიარო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც არ იცით. ახლები ხარ, ხა სადღაც ქეკოთ გეხოწები ძველი ვიდეოები, ზოგან საერთოდ არ ვიცი რა ხდება, რომ ვიდეოში ისეთი, აი, რო თქვა და ეს თემა უეჭველი ხა, ეს სიტყვა ამ ვიდეოში ვთქვი, ეგრე რა მახსოვს. 9 თვის წინადელი ვიდეოში. ხო და შესაბამისად რაღაცები ერთად გავიაროთ. ხო, ფრენდის ვიდეოს დაგპირდით და მართლა იდედას გეფიცებით აუცილებლად ერთი დღე მაგ ამბავს მოვყვები. ანუ მაგას უნდა თავისი ხასიათი, რომ ეგ ამბავი მოყვა, ეგ ისტორია. ესე დავჯექი და ფრენდის ისტორია მოვყვები, ეს არაფრის მთქმელი არ იქნება, ეს ამ ტონალობით და ამ ემოციით რო გითხრათ, ის სხვანაირ ემოციას იმსახურებს. დედაზე იყო კითხვა კიდევ დედაზე და დედა არის პოეტი, არ იმყოფება საქართველოში, ცხოვრობს საბერძნეთში, იქ მოღვაწეობს ძალიან ბევრ საღამოებზე, ძალიან დატვირთულია ამ კუთხით, რაც ძალიან მახარებს. და ასევე საქართველოშიც, როცა ჩამოდის, ერთხელ იყო ჩამოსულია, წასულია და მქონდა წიგნის პრეზენტაცია და არის რა შვები დედა? მწერალთა კავშირის წევრი საქართველოში. კიდევ არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცები წერია ხოლმე და ხანდახან ვერც მაშვები ხოლმე.
რაღაცნაირად უნდა ავაწყო, მოკლედ ეგ ამბავი ერთი დღე და დაჩავუჯდეთ კითხვა. პასუხს. ზოგადად აი ხარ რომ კითხონ რა მინდა, ხო როგორი ის არის. თუ კონკრეტული კითხვა რა გინდა? ნახეთ რა კონკრეტულია, მაგრამ რამდენი შრები აქვს და რამდენნაირად შეგიძლია ადამიანმა უპასუხოს. ერთი რაღაც ეს მინდა არ არის. ძალიან მინდა მშვიდობა. უსაზღვროდ. ძალიან მინდა მშვიდობა. ძალიან მინდა ჩემი ადამიანების ჩემთან ყოფნა. ძალიან მინდა იმაზე მეტად რეალიზებული ვიყო და დატვირთული ვიდრე ვარ. თუნდაც სოციალში, თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა, ანუ იმაზე მეტად რეალიზებული მინდა რომ ვიყო მოკლედ ვიდრე ახლა ვარ. და აუცილებლობა და ის არის ჯანმრთელობა. წარმოიდგინეთ, თითქოს რა კონკრეტული კითხვაა, ხო, რა გინდა, მაგრამ რამდენი რაღაც მინდა, ხო? ხო და ერთი დღე ამ თემაზე ჩავწეროთ ვიდეო, რა გვინდა. დას ვისურვებდით. რა გვინდოდა და რა გამოვიდა, რა გვინდოდა და იმას შესაძლოა იმაზე ბევრად მაგარი გამოვიდა, ხო? ასე რომ ამ რაღაცებს ერთად ვიჭორავთ. ახლა დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ მიყურებთ. დამავიწყდა რაც მეჩვენებინა წეღანილი კლიდე რომ მოვდიოდი გზაში და მაგას სხვა გაჩვენე. ვილოცეთ ჩემზე ხალხო. ვერ დაგეზაროთ. ეს ერთი თვე არ მეყოს, ახლა შევირკმე. ჰაი ხალხო. ახლა 1:37 წუთია, ხო? დგავარ და ვფიქრობ, თქვენ ხუშით მე ყავასთან მიყვარს ფიქრი. აჰა. ხალხო, ძალიან დიდ ვარაფში ვარ გადავარ. ახლა, როდის იყო გოგო? აი რა ეგ არა, ისა. 3 დღის უკან გავყევი იმას. ჩემი მეზობელია რა ერთი გოგოა და გულითადად დამირეკა დამთხოვა რომ ტრენდულუ ქუდოდიო გამომყევიო რა ვიცი ხალხო ქმრის შენარჩუნება დომები ახლა მათე თქმარს მე ხო მოკრავდი და არ დავასაფლავებდი მაგრამ რა ვიცი მე ქუდოდი ვერ იზნაზოა ხო გავუძეხი ახლა Facebook-ზე მოვძევნი ფასდაკლებით კითხავი რა რაბი ვარ ბედინებდა ხალხო მაგრამ რა ვიცი ახლა მთხოვა და ის ხო რა ქვია გავყევი რა ადამიანური თვალსაზრისით გავყევი მეუთხარი მიარბი და შეშედი რა უნდა ველაპარაკოს მეუთხარი აქე დავულაგებ ცხოვრებას ბანის მიხედვით ხო ამაინ წაიღო სურათი და გზედათ არის აყრებული ქვი ზედა მაგას რაც გიდა ჩაზება იზაყროლდება თვითონ აი ყარს რა მოღალატე კაცი ყარს ხოდ შევიდა იმან უთხრა დაინახა თუ არა სრაზუ ამა დაიწყო ტირილი დებილმა იმანა დაბა კაცის გამოტირი ხარ სრაზუ მიაჯახა ახალი ამბავი მეუთხარ დედა როგორ გამოიცნო ხოდ ამანაც გადმოულაგა სურათები ქმრის რა ვიცი ტკბილი მოგონებები ყველაფერი დაულაგა დაუწყრივა ისტორიები მოუხვა დიჟე კითხავთ ჩვეწავედით მაგრამ ყველაფერი მოუხვა წინასწარ მე უთხარი კლიტე დაადე მაგრამ ვერ დაადო რა ვერ არის ეს ვერ არის კარგად რა ხალხო ახლა დებილი შერაჩუნებაზე რო ინბე ხო შეხო ვერ ახა და ვის მოხობა ეს ვერ არის ხო ჩვეში დარჩით ზედა ხო იმანაც უთხრა რომ ის არისო აბა რა ვიცი უნდა ვილოცოვო რა დაემხოვო ამ იმასაო ზედასო 1-2 წუთი გაითიშაო მე ვთხარი ლოცვის გამო გაითიშა თუ ქმრიზე და რო ყანდა რა ვიცი და ყანდა მაგ თო გაითიშა მე არა ლოცულობდა კაი ვთხარ ლოცულობდა კლიტე დავადი ხოდა რა ვიცი რა იმეცი და მე ვთხარი რა ვიცი და ხაშ ლოცულობდა რა იყო ხარ საგვარულოზე ხო ლოცულობდა მე ვთხარი ეთკაძე რა თუნდა 7 საათი ლოცვა შევულოცო რომ გონზე მოეგოსო ქმარიო ხოდა აბაო უნდა ჩაიცვასო ესა ზედაო წამოვედით ახლა ბედნიერი სახეები დედა ვიბრუნებთ ქმარს ბედნიერები მოვდივართ უკვე დაბრუნებული ვყავთ ხოდა
აბანაც გადმოუღო ეგზე და რომ აბა ჩაიცვი ქმარო სიყვარულის კუნწულო ხოდა წადის რაღაც ვიდეოსაც მიეხირებდი რა იცი ალბათ ვიღაცა იმას ამბოს თან თორე ახლა მაგასაც ნორმალური არავინ ალბათ ლარახევარ სიხდის კალს რა იცი მეტი ახლა მაგასაც ვინდა შევა გაფიცებს მამიდაიშვილებს ხო აჰა კაცი არა რა ვიცი არ არის აქ არაფერი არ არის რო შევადო აჰა კაცი თუკი აჰა კაცი ხო არა უთხრეს მაგზედის ხასიათი არა ვაი მე დავკარგეთ ქმარი ახლა გავიდა მეორე დღე წაეთა იარა მოვიდა ხო და დოვდი მირეკა ვერ მაცმევ რა ვქნა შვილოცოლი შეგახარ მე უთხარი და მე ყوار ვეძიძგილავები რომ ჩავაძვა ხო მე ყوار დავურეკა რომ ძალიან გირედრებით ახლა დასაცმელი ჩაიშვი რატომღაც გავიდა ერთი უკვე ვერ მაცმევთ კაციდას არის მე არ უნდა რა ახლა ის წვალეზე და გაფიცეთ მამიდაშვილებს კალო ვერ წამოიღე შავიზე და აწითელიზე და რა არის ის წვალი მე უთხარი ხო არ უნდა კაცის წვალი ამოვიდა ყეჭი კანეთი წვალი ხო და ერთი დღე ჩაიცვა როგორც იქნა აი მე გადმომეტადა პლეტკა შოკოლადი ისა ლიქიორი რაღაცები აბა ავღნიშნოთ რომ შოკვარჯაში დაბრუნდა რა ზედა ჩაიცვა მობრუნებული არ გვიდახავს მაგრამ უკვე ჩაიცვა აი მე ხალხო მაგ დღეს არ შევწრებოდი და ეგ ლიქიორი არ დამილა აი პლეტკა არ მეჭამა რა სეკუნდილად მიდოდა აღარ მოვიდა სახში ბაი დაუწერა წერილი ახლა აჰა კაცი მაგისგან ახლა სელოდა გაფიცეს მამიდაშვილებს აბა მივდივარ სახლიდან რა შეთუვიდა და ჩთუვიდა წადი სადმე თუ შეგხვდი ხო აქედა ხუთხლაშას გაგადენიებ და აქედა მოგაყოლებ აი ესე უნდა გათამაშო მე უთხარი შულო გილოცავ რა სიკუთილად გიწოდა გენერატი მე უთხარი ხო რა ვიცი ტირის ახლა მე უნდა მკითხავ და გამყევი უნდა დავჯეჟო აი მე უთხარი შეიჭირი მე ისი მოკ ქვეყნიდან არის გაქცეული ხალხო არ ვიცი ამერეთი ასილარი გადაიხადა მე ნალოც ზედაში კიდე რო ილოცა და დამხობილი იყო ერთი მაგაში 50 ლარი დაამატა რაღაცა სათლები იყიდა რა ვიცი ნალოციაო ყველაფერი იქცა და ქმარი მაინც გაექცა აჰა მოდი და ედი ახლა იმას ხიბავებს და ფეისბუქზე ფაილ დაკლები წავედი და ფაილს დაკლებული ვიღა შევახტი კითხავს ხახაში აჰა წავიდა ქმარი ბაი ქმარი მე სასო წარკვეთილი მაშინ დავწერე როსასო მაგ წარკვეთილი ხო და ეთყობა უნახია იქა ჩემი კომენტარი და დაუბლოკივა ვაფშე ვეღარ ამწერ ესეც მაგ რენი ბაუები მიხდება გოგო რაო ზალიო რატო უნდა ადგესო დილით აი რატო უნდა ადგესო კაი მამიდაშვილი ოფეხა წანტვიდა მამალი რო შეზიადრი ადგება რა ვიცი ნუ ადგები იცექი